3 2 1 ცულა. გაისწორი მიკროფონი ძმა ესე. მოკლედ ასე. გავმორჩოს. ხო, ჯერ სვიწროში ვართ, მაგრამ ეს არ არის, რასაც თქვენ ფიქრობთ, მაგრამ ეს არის სამზადისი იმისა, რაც იქნება. უბრალოდ ეხა ტესტავთ ჩვენს ხმებს. აუ, გაბრიელის თუ დაილაპარაკებს, გაასწორებს, იმიტომ რომ მარტო ეს ვიცი რომ მუშაობს და. ხო, აი. არ გინდა მასე თავი, ესე უნდა არ უნდა ილაპარაკო. ჩაოლებრივ ვილაპარაკე. ესე თუ გექნა თავი. ჩაოლებრივ ვილაპარაკე. აი, შემიძლია ლაპარაკი მეგობრებო. სხვათა შორის ჩემი ხო ამ ხოლმე მიკროფონია, შენი ხო პატარაა. მაგრამ ჩემსაზე ძლიერია, იმიტომ რომ ჟურნალისტურია და ეს კონდენსატორულია. ვა, მართლა. ხო, მოკლედ რის თქმა გვინდოდა. ჩვენს უკან ჩვენი გუშინდელი თამაშია და შტატივები ჩამოგვივა იმისთვის რომ მიკროფონი ხელში არ მეჭიროს და მოკლედ ნელა გადავინაცვლებთ იქ სადაც უფრო კაი სივრცე იქნება, კაი განათებაც, უფრო წესვირად და ესეთ ერთმანეთზე ჩახუტებულები არ დავждებით და მოკლედ კაი გარემოში აღმოჩნდებით. დღევანდელი ვიდეო უბრალოდ საცდელია. განათებაც ესე სპონტანურად მოვაწყე უცბად, ეს განათება არ არის რაც მე მექნება და ხმის მოდი ვთქვათ ვიზუალის და ხმის შემოწმება გვაქვს ახლა რა. დიახ. და. ხო რა, მართალია. სხვა თქვა აღარ ვიცი რა. როგორ ხარ? ცუდად შენ? რატო ხარ ცუდად? იმიტომ რომ კარგად ხარ. შენ ესე აპირებ ღლაბუც და მაიმუნობას? აქ ნუ იყურები, იქეთ უნდა იყურო. მე ნუ მიყურებ, საერთოდ კამერაზე მუშაობა ხო მილიონჯერ გასწავლე. თავიც ესე უნდა დაიჭარა უკან, აი ესე. ესე? მოკლედ ეს სიცხეს გამიშრობს მე ვატყობ, მანამ მასზე მოვიყვან რა უნდა აკეთოს. კაი, მოდი გუშინდელ თამაშზე ვისაუბროთ. კარგით. უკან მედის ჩვენი გუშინდელი თამაში. ეს ტელევიზორიც წავა, დაეკიდება. იქ სადაც ჩვენი სივრცე მოეწყობა და შენიშნავდით ჩვენს გუშინდელ თამაშს უყურეთ რომ გაბრიელი კარში ბოლოს იდგა სულ რაღაც 2 წუთით, ხო ასეა, მეტი? დიახ. არა. სადღაც 1-2 წუთი ვიდექი კიდე ბოლოში. 1 წუთი თუ 2 წუთი? არ ვიცი. 1 თუ 2? სადღაც არ ვიცი, ვერ ვაკონტროლებდი, იმიტომ რომ არ ვიცი საათი არ იყო. მოდი შევეშვათ. მოკლედ რახან სატესტო რეჟიმში ვარ, ჯერჯერობით და არაფერი ფუფუნება, არც ხმა გვაქვს, არც განათება. მოდი ესეთი რაღაც გავაკეთოთ, ამ ხმა არ შეგუშალოს. გუშინდელი თამაშის შესახებ შენი აზრი მაინტერესებს. რატო ვერ მოვიგეთ? პირდაპირ აი მაგ კითხვით ვიწყებ. იმას არა, რა დავგემართა და სად ქონდა სუსტი რგოლი და არა. რატო ვერ მოვიგეთ შენის აზრით? ქონდა უპირატესობა მოგების? როგორ ფიქრობ? კი, ქონდა. უბრალოდ ფეხბურთს არ თამაშობდით. აი ისაუბრე, აბა რა ითამაშეთ აბა? ვალიბული? არა. აბა, პრაცეპრუცი? სწორად არ ვითამაშეთ, მაგას ვამბობ. წინ უყურე, მე ნუ მიყურებ. კამერას სამუშაობა იცის, მაგრამ კაი, ჩამოაყალიბე, აბა. მე ჩემს აზრს მე ვიტყვი, ჯერ შენი მაინტერესებს გუშინ რა მაგია და რა ჯადო და რა ბორკილები გვედო ფეხზე რომ ვერ ვითამაშეთ. გისმენთ? Action. რა თქვა? ფეხბურთს არ თამაშობდი და ბევრი რაღაცა არ გამოგვივიდა თამაშის დროს. სწორად ვერ გავაკეთეთ ძალიან ბევრი რამ, ამიტომაც უპირატესობა ქონდათ მათ და ამიტომაც მოვიგეს. რა არ გავაკეთეთ სწორად, აბა? ბევრი შანსი ქონდა გატანის, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ ეს შანსები. დაცვასთან რა სიტყვა დაცვასთან დაკავშირებით? ჩვენ დაცვის ხასთან. დაცვა ცოტა დაბნეული იყო, რაღაცა. როგორ მოგეწონა ის, რომ აი ჩვენი საყრდენი, აი კოპალა არავის არ ეწყინება სხვას, რომელიც ესეთი ცენტრალურია. 2 ყვითელი გამოიმუშავა, მერე წითელი და გაგვიგდეს თამაშენა და საერთოდაც გუშინ ჩვენებმა 5 ყვითელი ბარათი გამოიმუშავეს. 5 ყვითელი ბარათი გამოიმუშავეთ გუშინ. კოპალა საერთოდ გაუშვეს, მაგრამ საჯმა დაგვინდოდა, არ გაგვაგზელებინა ნაკლოვანი გუნდით და ერთი კაცი დაგვამატებინა, მადლობა ამისთვის. და მთლიანობაში დაცვის ხაზი გაგურღიეს ძალიან ნადულად. კი. დადუს თამაშზე რა სიტყვა? დადუ. დადუ ჩვენი ძმა არის. ვიბა დადუნა. დადუ გადაგვაჩინა 4-1 დამთავრებასთან.
მან მოხსნა ძალიან მაგარი ბურთები, ჯერ ფეხი რო დაუტოვა ეგ შეტევაზე, აი ძალიან ფეხის დატოვებამდე კიდე ერთი ძალიან მაგარი გოლი ბურთი მოხსნა, ძალიან მაგარი. კი, ფეხის დატოვებამდე. კი. ჯარიმა მოხსნა ძალიან მაგარი, გაგვახარა, გავგიჟდით. სამენაზე ვიცის და ყვირილი დავიწყეთ ისე მაგრა გავგიჟდით. მე ცოტა დრო გავიდა, კიდე შეტევა წამოიწყეს ბიჭებმა და რო დაარტყა ისა, ვინც დაარტყა, დადუმ ფეხი დაუტოვა. შორს იყო გამოსული, სწრაფად მირბინა კართან და ფეხი დაუტოვა და ძალიან მაგარი სერია. აი, ეს ერთი გოლის ეპიზოდი გავიგეთ, მაგრამ თლიანობან შენი აზრით დადუს სიყოჩაღი რო არა, რამდენი დამთავრდებოდა? 4-1. 4-1 დამთავრდებოდა ნამდვილად. ბუზალას ქონდა გოლების შანსები? კი, ქონდა. ბევრი ქონდა. მაგრამ მარტო ერთი გამოიყენა მაგით. ერთი გამოიყენა. მეგრელას რო აღარ მისდის სამბოლოს საჯარიმოები თავისუფალი შესრულებები კი არა და ჯარიმები თუ ატყობ. კი, ვატყობ და ეგ არ ვიცი რატო არ მისდის. არა და კარგად უტყავს. ოსტატურად ასრულებს, კუთხე ზუსტად დარჩევს, ტრაექტორიას სწორად ხედავს, მაგრამ ბოლო რამდენიმე თამაშია გოლი ვეღარ გააქვს. ხო, ეგ არ ვიცი რატო, მაგრამ სამწუხარო. ზოგადად ბოლო მესამე თამაშია, ხო, უკვე ეს რაც ისანი აღარ თამაშობს იმ თამაშს, ხო? კი. ჩემი აზრით, იმ თამაშს აღარ თამაშობთ, რასაც თამაშობდით ზედიზედ 10 თუ 11 გამარჯვების მერე ზედიზედ 3 წაგება. თუ ერთი ფრე იყო ბოლოს. კი. მე მგონი ცვლილებების დროა. გუნდში. ანუ ტაქტიკური ცვლილებების კი არა, მიდგომის ცვლილებების დროა. თქვენი სათითაოდ ფეხბურთელების მოთამაშეები უნდა მიუდგეთ სხვანაირად. თუ ატყობთ, მე თქვენთვის ვიდეოებს აღარ ვიღებ. კი, ვატყობ. რატომ? რადგან გონია რომ არიაჟობთ, რადგან კამერაა ჩვენ წინ და ყველაფერს ვცდილობთ რომ ვიმარიაჟოთ და ბევრი რაღაცეები გავაკეთოთ, დავანახოთ რომ მაგრები ვარ და რაღაცეები და ჩვენ საქმეს არ ვაკეთებთ. შეგენაცვალე და you are absolutely right. ხედავთ რა ჩამოაყალიბ. მართალია ციყვი და სწორედ ეგ არის რომ მიზეზი იმისა რომ ბოლო პერიოდია აღარც ამის ვარჯიშებს ვიღებ. ჩემი შულია და ვამბობ დევასთან ამის ვარჯიშებს აღარ ვიღებ და აღარც ისმის ვარჯიშებს აღარ ვიღებ. ეს საწყენი არ არის უბრალოდ ნამდვილად მასეა როცა თამაშობთ მეგობრებო, ბავშვებო, როცა თამაშობთ ყოველთვის გინდა თუ არ გინდა მიდის აგე სადაუტოვა ფეხიო. მოდი გადავახვიოთ. გადავახვიოთ? მიდი. რეკლამები ბლომად ადეს ჩვენ ვიდეოებს, მაგრამ რაღაცა ის არ უნდათ. სხვათა შორის აბა ვნახოთ. აქედან წამოიწყე შეტევა, აი აქედან. ნახოთ. აი, რა მაგარი სეივია. კი, მაგრად დატოვა ფეხი, რა დადო? ძალიან მაგარი იყო. ამაზე ქონდა საუბარი რამოდენიმე წუთის წინ მე და მისტერ გაბრიელს. ხო, და მთლიანობაში ანუ იმას ვამბობდი, რომ მე შევწყვიტე გადაღებები მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მარიაჟობაში ჩვენ დაუნებურად მარიაჟი ჩაგვერთო რა. განა ის რომ ვიღაცაზე მეტი ვარ და რაღაც, მაგრამ გინდა თუ არ გინდა, არა ეხა ისანი მართლა პოპულარული გახდა, ძალიან პოპულარული გახდა, სტიფიც ასევე ძალიან პოპულარული გახდა. და სტიფის სტიფის ვარჯიშებს არ ვიღებ, ჩვენ თამაშებს ვიღებ და ისნის ყოველდღიური ვარჯიშები, რაღაცა გაპრანჭვა, გამოპრანჭვა და აუ, ნახე ვიკვანძებით რამე რომე და ამ ყველაფერმა მე რო გადავხედე და გავიანალიზე, თან ცოტა ფსიქოლოგიური ხედვებიც არ ვუჩივი, იმიტომ რომ დედისგან მომდგამს და მომდევს და ასე რომ ცოტა ისეთი წნეხია ფსიქოლოგიური, უნდა თუ არ უნდა ბავშვებს მარიაჟი ერთობათ და აქედან გამომდინარე მე შევწყვიტე ვიდეოების გადაღება. იქნება კვირაში ერთი ან რაღაცა მსგავსი რა. დიახ. ხო, რისი თქმა მინდოდა კიდევ ნახოთ რაშობა ეს. აჰა. არა, იღებს და ყველაფერი მუშაობს. რისი თქმა მინდოდა მეგობრებო, მოკლედ როგორც უკვე გითხარით, ეს არ არის ის სივრცე ჩვენ რომელ სივრცეშიც დავრჩებით, ეს არის უბრალოდ სატესტო ვიდეო რა, იმისა თუ რას ვაპირებთ
თქვენ გეუბნებით ამას, ეხლა ჩვენ ხმას ვამოწმებთ, ვიზუალს ვამოწმებთ, განათება არ იქნება ასეთი, რა თქმა უნდა, განათებისთვის სხვა რაღაცები ჩამოგვდის და მოკლედ საინტერესო ესეთი ლამაზი და კოხდა სივრცე მოეწყობა, სადაც გვეყოლება სტუმრები. ვინ მოვიწიოთ პირველი სტუმარი? ოჩი. შენ აზეთ შენ რომელი გიგე? კენჭი ვყავთ. რა შველიძე? არ ვიცი. შველა? ო, რავი. იყო შველა? პირველი? კი. შველას მოვიყვანთ მეგობრებო და შველასთან ერთად პოდკასტი გვიქნება. რამდენიმე კითხვაზე პასუხი ხო არ გაგვიცა ბარი მცულები? დიახ, ცუდა, კი. გაგვენცულა. მოდი დავსვათ კითხვები TikTok-იდან მაშინ. გავცეთ რამოდენიმე 1-3 კითხვას. YouTube იყოს თავისთვის ისე როგორც არის და აქეთ. ნუ გავუწყო, რომ კამერა იქიდან გიყურებს. სად არის? კითხვა. აჰა. წავიდა, მოდი 3 კითხვას გავცემთ პასუხს რა. გაბრიელ, ერთი კითხვა მაქვსო. რომ არ ყოფილიყავი ფეხბურთელი, რა სპორტს აირჩევდი? ან კალათბურთელი ვიქნებოდი, ან ფეხბურთელი, ან კალათბურთელი. ეურა. რა მოშტერო ბავშვი, მერე. ან კალათბურთელი, ან ბოქსერი. ან მოკრივე. ან რაგბისტი, ხო? ან მოცურავე, რავი, ძალიან ბევრი რაღაცა ვიქნებოდი. ბალეტს არ განეხილა? არა, ბალეტ არ არის შეწყებული. ამდენო კითხვა. ფეხბურთი, აჰა, იგივეა ბეკითხვა. ფეხბურთში უფრო რომელია კარგი გამოსაყენებელი, სირბილი, დრიბლინგი თუ ტექნიკა? ტექნიკა. ჩემთვის ტექნიკა უფრო საჭიროა. დრიბლინგი უფრო ისეთია, ხო, ეპიზოდური ამბავია, მუდმივად არა. არა, მარიაჟობა არა, ეპიზოდურია, დრიბლინგი არის რაღაც ეპიზოდში ჩართავდა, ტექნიკა მუდმივი ამბავია. სწორია. და კიდევ ერთი. გაბო, მაგარო ბიჭო? ეგეთი კითხვაა. რა? სუსამი სიტყვაა, გაბო, მაგარო ბიჭო? კითხვის ნიშანი. ანუ მაგარი ბიჭი ხარო, ალბათ? არა, ჩემ თავზე არ ვიტყვი რომ მაგარი ბიჭი ვარ. მე ვარ ჩვეულებრივი ადამიანი, ჩვეულებრივი ბავშვი ვარ. უბრალოდ შრომელი. დიახ. შრომობ ბევრს. ვარ. კარგი მეგობრებო, მოდი დავამთავრებთ ახლა ჩვენ. ვიცი, კიდე ერთი მოძებნე, კიდე ერთი კითხვა. კიდე? დიახ. კაი. მაგარია. მოგეწონა? რას დაპარაკობ? უნდა დამიჯერო ხოლმე. ძლივს მოვიყვანე, აუ მეზარება. რა გეზარება შენი? მანამ არ ვაგინე ერთი გემრიელად. არა, არ მიგინებია არა. დავიხუმრე. Okay. Another question. გაბო მეც რა გუნდში გინდა რომ გაიზრდები, რა გუნდში წახვალ? თუ შემიძლია, თუ მიმიწვევენ, ალბათ წავალ. არის Saint-Germain-ში მეგობრებო, PSG-ში. მოკ არა უკვე მედი მაქვს უფრო ძალიან მაგარში იქნება. მეც მაგ ერთი კითხვა რო არ ყოფილიყავი მეკარების გავსე პასუხი გვაქვს, გაბი რეალი თუ FC ისანი? შენი აზრით მეგობარო, FC ისანი რა თქმა უნდა. მე მჯერა გაბოსი რომ ეს არა. გაბო კითხვა მაქვს ზემკაზე რო ცოტა ინტრიგა. გაბო კითხვა მაქვს ზემკაზე რო დადიოდი, რატო გამოხოდი მე უკვე დავდივარ 6 წელი. გაბატა 10 პასუხობს. მოდი გაეცი პასუხი სრულყოფილი, ოღონდ ისეთი არა, რომ რაიმე აგრესია და მithქმა გამოიწვიოს გისმენ. ამით დავამთავროთ. აგრესია საერთოდ არა მეგობრებო, უბრალოდ როცა ზემკაზე დავდიოდი, ამბობდნენ რომ მეკარეს ტრენერი არისო. დიახ, მეკარის ტრენერიო და ხო, მეკარისთვის საკე ყავს ტრენერი, ვინც ავარჯიშებს, ოკეი. ხო და სულ მავარჯიშა 5 წუთი და დავდიოდი სულ 6 თვე. არანაირი სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, ხო, თებერვალში გადავედი. დიახ, მარტო 5 და 5 წუთი. ხო, აი ეს იყო მიზეზი, რატომაც წამოვედით ზემკიდან და იქ ელდარი მასწავლებლებს რაღაც სხვა ამბები მიუტანეს, TikTok-ზე ეთყობა რაღაცა სკრინი ჩაიწერა, ჩემი ლაივები, სადაც მე გავხსენი და ჩემსა და ელდარის შორის შელაპარაკებაც კი გამოიწვია ამ ყველაფერმა, იმიტომ რომ არასწორად ქონდა ინფორმაცია და მე ამას როგორც გინდა ისე დაჭრი, ისე დაამონტაჟებდა. ამ კაცს რა მოასმენეს, არ ვიცი. რეალურად მიზეზი იყო ეს, ზემკაზე რომ მივედით, იქ იყო ერთი ტრენერი.
რომელა ტრენერმაც გითხრა რომ რაღაცა ტკივილები მაქვს და რო გამევლისო ინდივიდუალურად ვარჯიშს დავაწყებინებო. ხო ასეა? კი. 6 თვის განმავლობაში 4ჯერ თუ 5ჯერ ავარჯიშა მაქსიმუმ 10 წუთი და ეხა ლეკარის ინდივიდუალური ვარჯიშისთვის 6 თვეში 60 წუთი. ნუ რა ვიცი, დასკვნები თქვენ გააკეთეთ. ამიტომ დავავლე ხელი და გადავიყვანე ისანში ბაჩოს უკვე დაძახებული ქონა ჩვენთვის გველოდებოდა და მივედით. და მინდა ასევე გითხრათ, რომ ვაზისუბანანაც შემოგთავაზეს მე მაგრიგალაშვილებმა ჩვენთან ამოდითო და იარეთო, უბრალოდ არაფერი არ გვინდაო, იარეთო, მაგრამ ვაზისუბანში იმ მომენტისთვის არ იყო ადამიანი, ვინც სიყვს ატარებდა. მოკლედ, დღეს ესე დავამთავრეთ. ორმა მუშკეტერმა და იმედია მოგეწონებოდათ. დავიწერეთ კომენტარები, რა გავაკეთოთ, რა დავამატოთ. მე ვიტყვი, დაგასწრებთ. განათება შეიძლება ასეთი არ იქნება, ინტერიერი შეიძლება ასეთი არ იქნება. ხმა უფრო უკეთესი იქნება, იმიტომ რომ შტატივზე დაფიქსირდება და დინამიკაში უფრო სწორად წამოვა და კამერა გვაქვს საუკეთესო, так что ყველაფერი უკვე ოკეი. აბა კარგად, დაიმშვიდობენ ცურილეი. ნახვამდენ ცუნცულ. კი, მოსაფიქრებელი გვაქვს ქუდი ჩვენი გადაცემის. და გადაცემა ამ ჩვენს ჩაწერებს ერქმევა, იცით რა? გასაგებად ილაპარაკენ. მართლა? კი. Yeah. ინგლისურად როგორ იქნება? Speak quiet to talk. Speak quiet to talk. არა, speak to talk. Speak. Speak clearly. Yes, speak clearly. Speak clearly, my friends. გასაგებად. Yes, არა, yes. კაი, ვათარგმნა Google Translate-ს უფრო უკეთესად. კაი, ბაინცულები. Speak არის სწორი. უფრო სწორია. Speak ხო, ანუ speak შევსაუბრობ, talk როცა ერთმანეთს საუბრობენ. თელ მოყოლა თოლ და ამბის გადმოცემა. ვიცი რა, ამბიც შენ ხო არ გონია რაღაც. კაი, დაარტყა, ბაჰე, წარმატებან ცულებს გისურვებ. ხოლე ნათლისღება ყველა წინასწარ გილოცავ, ზეგიდან სკოლაში აბაჰენცულები.